მთავარი ადამიანში არის სინდისი. შენ თავთან უნდა იყო მართალი ყოველთვის. როცა შენ თავთან მართალი ხარ, მაშინ იმან თქვა, ამან თქვა, ვინც რაც გინდა ისქვას. შენ ხო იცი რომ წელი გამართული ხარ და სწორად უნდა იარო. მე მინდა ახალგაზრდებს, მათეს ტოლ გოგო ბიჭებს ვთხოვო, განათლებაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და მინდა რომ ვისწავლოთ. დღეს ჩვენ გვჭირდება თანამშრომლები და ინგლისურის მცოდნე, კომპიუტერი და ინგლისური, ჩინური ენა, ეს უნდა ისწავლოთ და იქით კი არ გექნებათ სამსახური, საძებნი. თქვენ თვითონ მოგძებნიან, როცა ეს თქვენ გეცოდინებათ. მათეს ერთჯერ უთხრეს, რომ შენ რას იზამოდა, მე ორჯერ მეტ ხელფას დავარიგებოდა, სამჯერ მეც თუ დაარიგებს, ყველას გაუხარდება. როგორი განწყობაა დღეს მათე? ძალიან კარგი, შემართებით ვართ. შემართებით ვართ, ყველანი ერთად ვდგავართ, მაგრად ვდგავართ და ყველაფერი იქნება კარგად. რა სიტყვი ნუკრი? რამდენი წელია მოვდივართ? ვერთმა კიდევ დიდხანს და ბედნიერად ვაფოქუს და მათე მოტოცის სულ წარმატება მოგვიწევს. კაცურად ვიცხოვრეთ? ბჭო, აქ არის კარები, ხო? ზოგჯერ ხო არის ვიღაცას არ მოწონხარ რაღაცას, დაგიწერს რაღაცას. ბიჭო, კაცი ხარ, ხო? თუ კაცი ხარ, რა თუნდა ბიჭო, დაწერა Facebook-ზე, გალანძღვა რამე, ხო? აგერ არის კარები. მოდი და თქვი, რა გინდა, რა გიჭირს, რატო ვინც ცუც გიწერს და არ გიცნობს, ღმერთი მე არ მისცემს. და იძახიან მე რატო არ მაძლევს, არ მოგცემს. ადამიანს როცა არ იცნობ და ისე რაღაცას დაუწერ და მე იტყვი რომ მე ვკაიფობდიო, ეგრე არ არის. გოგო მორი, მისი შვილი მერე დაიბადა. ხათուն აქ რომ მოვიდა, მის შემდეგ ორივე დიდები არიან და შვილიშვილები ყავს დღეს, ხო? და მის შვილებს უხარიათ დედამისი რომ ესეთ მაგარ კომპანიაში მუშაობს. როგორი განწყობაა დათო? ძალიან კარგი და მიხარია ყველაფერი და დიდი წარმატება კიდევ მოგწევს. დიდი მადლობა. როგორი გზნობა და ისა, რამდენჯერ ვიყავით შენთან საკეიფოდ? თელი სოფელი მიცნობს. აი ესაა ჩვენი ურთიერთობა. ქალბატონ ხათუნას მიცეთ ერთი წუთი სიტყვა?